მეგობრული შეხსენება AI-სთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით, რომ რეალურად შესაძლებელია გაყალდეს ძალიან მაღალ დონეზე ადამიანის ხმა და ამას მივხვდი, ამას ეს გამოცადე რამდენჯერმე უბრალოდ მივხვდი მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში ჯორდან პიტერსონის ვიდეო ქონდა ნანახი, ნუ ზოგადად ამ ადამიანის მთელი ფსიქოლოგიური შემოქმედება და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური შემოქმედება ჩემთვის ცნობილია და ანუ ზუსტად ვიცი როდესაც რა სიტყვის და რას არ იტყვი. ანუ ზუსტად ეხლა რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვიცი და ხვდები რას არ იტყვის, რას არ იტყვა და ძალიან დიდი ალბათობით. და ვნახე იმდენად კარგად ქონდა მისი ხმის ინტონაციები აღებული, მისი აი ყველაფერი ხმის ტონი, აქცენტი გარკვეულ სიტყვებზე, რაღაცებზე ხაზგასმა, კონკრეტული პაუზები, რაც მის საუბარს ახასიათებს, ზუსტად მისი ხმა იყო, უბრალოდ ანუ შინაარსებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ან ფონზე სხვა რაღაც მიმდინარეობდა, უბრალოდ ამ ადამიანის ხმა ედო და ან ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხოლმე და ეს პრობლემა ნელ-ნელა უფრო და უფრო წარმოიჭრება, ამიტომ რაც უფრო მალე მოემზადებით იმისთვის, რომ კარგად შეგვეძლოს გარჩევა რა არის ხელოვნური ინტელექტი და ინტელექტის პროდუქტი და რა არა, მით უკეთესი იქნება.